ივანიშვილის რეჟიმი ამტკიცებს, რომ მათაც და დონალდ ტრამპსაც ერთი და იგივე ძალა. Deep State-ი ებრძვის ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ეს Deep State-ი ტრამპს მოერია, ხოლო ზემო იმერელ ოლიგარქს ძვრა ვერ უყო. ერთი მხრივ ამბობენ, რომ მორჩა ხელი ჩაიქნეს ამერიკაზე, რადგან ტრამპს Deep State-ი მოერია და ახლა მისი მიზანი რუსეთის დასუსტებაა, რადგან ტრამპმა მთავარ მიზნად დასახა დასავლეთის სურვილი რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაძლიერდეს და უკრაინას შეერაღება მისცენ, რაც რუსეთის დასუსტებას გამოიწვევს. რუსეთის დასუსტება არის პრობლემაო. ეს არ გვინდა და არ გვჭირდება ჩვენო. პირდაპირ ასე თქვა ბორძიკი, თითქოს პირველად კითხულობდა ისე, თითქოს ქართველებს კი არა ვიღაც სხვას უკითხავდა ამ ტექსტს. ამასთან ერთად დღეს კიდევ ერთხელ სადეს რამენაირად ტრამპს შეეტენონ. შეტენვა, სხვა სიტყვა არც ახასიათებს ამ პროცესს. ტულსი გაბარდის გავლით უნდათ ეს. იმავე ტულსი გაბარდის, რომლის მეთვალყურეობის ქვეშ არსებულმა სამხედრო დაზვერვამ ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოში რუსული გავლენები ძლიერდება და ამას არსებული რეჟიმი უწყობს ხელს. ასე ალაგებენ ამერიკასთან ურთიერთობას. ამ დაალაგებით აიმედებენ საკუთარ ამომრჩეველს ამდენი ხანია და ეს პროცესი შესთავაზეს ახლა. ამის პარალელურად კი კვლავ განაგრძობენ ქართველების მოტყუებას, რომ ევროკავშირი ჩვენგან ომში ჩართვას და სქესის შეცვლის მასობრივ ოპერაციებს ითხოვს. არადა ევროკავშირი თავის პირობებში ძალიან მორიდებულია. ახალ არჩევნებზეც კი არაა საერთოდ საუბარი. რეპრესიების შეწყვეტას, ავტორიტარული კანონების გაუქმებას და დიალოგის წარმოებას მოითხოვენ. ამაზე ამბობს უარს ივანიშვილი, რადგან თვლის, რომ ავტორიტარიზმის დამყარებაზე თუ უარს იტყვის, ძალაუფლებას ვეღარ შეინარჩუნებს. რეჟიმს მარტივად შეუძლია ქვეყანას შეუნარჩუნოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. ევროპელებს უვიზოს გაუქმების გარდა სხვა არჩევანი უნგრეთმა არ დაუტოვა, რადგან ორბანი ოცნების მაღალჩინოსნების პერსონალურ სანქცირებას ბლოკავს. ასეთ სანქციებს კონსენსუსი ჭირდება, უვიზოს გაუქმებას კი არა. ამიტომ აირჩიეს ეს ბოლო ბრიუსელში. ხო და ხომ ამბობენ, რომ სანქციები სადაც ჯილდოა მათთვის და ივანიშვილი მზადაა მთელ ქონებაზე უარი თქვას, ოღონდ სამშობლოს წლად დაედოს. ხო და გამოვიდნენ და თქვა, რომ მოუწოდონ საკუთარ მეგობარ ორბანს შეწყვიტოს მათი სანქცირების დაბლოკვა, ოღონდ ქვეყანამ შეინარჩუნოს უვიზო მიმოსვლა. თვითონ აიღონ საკუთარ ნაბიჯებზე ტვირთი და პასუხისმგებლობა. ფაქტია, რომ რეჟიმი თავს ვერც ერთი მხრიდან ვერ გზნობს კომფორტულად. კრემლის სასაუბროებით უკვე რახანია, რომ გველაპარაკებიან, პირდაპირ დუგინის ციტატებს ამბობენ, მაგრამ იმასაც ხვდებიან, რომ ხელისუფლებას, რომელიც რუსულს დაირქმევს ამ ქვეყანაში, დიდი ხნის სიცოცხლე ვერ ექნება. სწორედ ამაში იჭედებიან ახლა. მთავარი კი მოთმინებაა, სწორედ აქეთა ღვთის მოთმინება და სიმტკიცე არ მისცემს მათ საშუალებას წარმატებას მიაღწიონ.